6 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილს 90 წელი შეუსრულდება რეჟისორის იუბილე თბილისში გრანდიოზულად აღინიშნება. თუმანიშვილის თეატრში პირველი ღონისძიება დღეს გაიმართა. ეს ნახატები მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნის. კინომსახიობთა თეატრში მათი გამოფენა დიდი რეჟისორის იუბილეს უკავშირდება. 6 თებერვალს ხელოვანს 90 წელი შეუსრულდებოდა. თეატრში 2011 წლის მიხეილ თუმანიშვილის წლად გამოცხადება და მისი სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშვნა გადაწყვიტეს. ჩვენ უარი ვთქვით ხსოვნის საღამოზე. რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ დარბაზი იტევს სულ 200 კაცს და მსურველი ძალიან ბევრია. მეორე მიზეზი ის არის, რომ შევხედეთ ცოტა ამას ბატონი მიშას თვალით და რატომაც ვიფიქრეთ, რომ ეს არ მოეწონებოდა. მიხეილ თუმანიშვილის ნახატებთან ერთად ექსპოზიციაზე მის სპექტაკლებში გამოყენებული კოსტიუმები გამოიფინა. რეჟისორის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დაწერილი წიგნებიც ექსპოზიციის ნაწილია. ფესვებია, რასაც ისაკეთებდა აქ, მისი ხელნაწერებიც გამოგავატანე, მისი მიმართვა თეატრის დასისადმი, რაც მთხოვს და მისი ნივთები, რაც ათვალეა თუ ფანქარი თუ ბლოკნოტი, აი ეს ყველაფერი მისი სულია. ჯერ მარტო გულისცემა. ერთხელ, ორჯერ, აბა იგზელი, პირველად იგზელი. 1944 წელს მიხეილ თუმანიშვილმა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა. უმაღლესი სასწავლების დამთავრებისთანავე რეჟისორმა მუშაობა რუსთაველის თეატრში დაიწყო. შემდეგ იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრი, სადაც მიხეილ თუმანიშვილმა საკუთარი თეატრის დაარსება გადაწყვიტა. 1975 წელს რეჟისორი კინოსტუდია ქართულ ფილმთან არსებულ კინომსახიობთა თეატრს აარსებს და 96 წლამდე მისი მმართველია. იმ პერიოდის პირად ღიურში რეჟისორი სახელოსნოს მთავარ პრინციპებს ეწერს. გაუხსენი თეატრის სახელოსნო. ახალი თეატრი, ახალი სწავლება. თუ ახალი სწავლება არ არის, თუ რწმენა არ არის, არავითარი თეატრი არ აღმოცენდება. საკუთარი პრინციპებისთვის არასოდეს უღალატია. მიხეილ თუმანიშვილის აღზრდილი მსახიობები მის გამორჩეულობაზე დღესაც საუბრობენ. ის იყო ჩემი უფროსი მეგობარი, მასწავლებელი, პედაგოგი, დიდი მაესტრო, დიდი შემოქმედი და მხოლოდ აღმატებით ხარისხში შემიძლია ვილაპარაკო. ამიტომ არის, რომ აი ესე გვენატრება ძალიან. კინომსახიობთა თეატრში 21 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი სპექტაკლი დადგა. ბაკულას ღორები, დონ ჟუანი, ჩვენი პატარა ქალაქი, ღამის სიზმარი და სხვა. მისი სპექტაკლები თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმითა და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა. იყო დაბადებით რეჟისორი, აი შემიძლია გითხრათ. არსებობენ რეჟისორები, რომლებიც ცდილობენ კარგად აკადემიურად, ასე ვთქვათ. ეს იყო აი ნამდვილი დამდგმელი იყო და ეს იგრძნებოდა ყველაფერში, რასაც ისაკეთებდა. 6 თებერვალს რეჟისორის იუბილეზე ანანურის ქუჩას მიხეილ თუმანიშვილის სახელი დაერქმევა. ამავე დღეს მისი 3 წიგნის სანამ რეპეტიცია დაიწყება. რეჟისორი თეატრიდან წავიდა და ახლა კი ფარდას ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართება. საღამოს დასასრულს კი კინომსახიობთა თეატრში რეჟისორის უკვდავ სპექტაკლს ჩვენ პატარა ქალაქს ითამაშებენ.